დღეს არის შაბათი 11 ივლისი საეკლესიო კალენდრის დღეს არის 28 ივნისი 2026 წელი და დღევანდელი შაბათის შესახებ ჩვენ გვისაუბრია საერთოდ უკვე პრაქტიკულად ამოვწურეთ ჩვენ ეს შაბათები ამოვწურეთ უბრალოდ აი გვაქვს დამატებითი ესე იგი გვიან მობრძანებული წმინდა ნაწილები შაბათის არა გვაქვს დღეს დამატებით არაფერი მე ჩამოგითვლით დღეს არის წმინდა კვიროსის და იოანე უერცხლონი ამათი ხსენება წმინდა პაულიუსი პირველი ესე იგი პავლე პირველი სინამდვილეში პავლე ჩექოსლოვაკიის რომის პაპი და წმინდა კლოტილდა ბურგუნდიელი. აი ამათ შესახებ გვისაუბრია 73 საუბარი არის და წმინდა კლოტილდა ეს არის 359 საუბარი, მაგრამ დღეს გვაქვს კიდევ დღეს ვისაუბრებთ, უბრალოდ ესე ვთქვათ, ვისაუბრებთ წმინდა პროსპერი რეჯო ემილია ქალაქია, რეჯო ემილიას ეპისკოპოსი ეს არის დღეს 28 ივნისია და 25 ივნისი ეს განვლილი დღეებია და კიდევ ვისაუბრებთ პირველი ივლისის წმინდანი ეს არის წმინდა დომიციანე ბებრონიდან წმინდა ბებრონის იღუმენი და ეს დღეს არ არის ამათი ხსენება გასაგებია და უბრალოდ დამატებითი ინფორმაციაა ზერო დავიწყოთ. პირველ რიგში როგორც მოგახსენეთ 25 ივნისი წმინდა პროსპერი რეჯო ემილიას ეპისკოპოსია 456 წელს გარდაიცვალა და 24 ნოემბერს აგრეთვე არის მისი ხსენება და მის შესახებ ვიცით ცოტათი უცნაური წმინდანია უცნაური რას ნიშნავს ჩვენთვის შეუცნობელი იმიტომ რომ პრაქტიკულად არაფერი ვიცით მის შესახებ ოღონდ აი რა ვიცით ძალიან მაინც მიუხედავთ ამისა ნახეთ არაფერი ვიცით არაფერი მაგრამ რაღაცა ვიცით ისეთი რაც თავისთავად ძალიან საინტერესო აი ნახეთ რა ესე იგი დავიწყოთ იქიდან რომ საერთოდ მის შესახებ ვიცით მხოლოდ იმიტომ რომ სადღაც მე-10 საუკუნეში მისი ნაწილთა გარდასვენებისას აღმოყვანებისას და გადასვენებისას ორი ქადაგება იქნა წარმოთქმული რომელიც ერთი მის ცხოვრებას შეეხებოდა და მეორე შეეხებოდა აი ამ ნაწილთა აღმოყვანებას ამის და აი ეს ორი ქადაგება არის შემორჩენილი ოღონდ მინდა გითხრათ მე არ მიმიწვდა ხელი ვერ მოახერხე ამ ორი ქადაგების მოძებნა რომ პირდაპირ იქიდან მომეყოლა თქვენთვის და იქიდან ვიცით აი რაც ვიცით ესე იგი ორიოდე სიტყვით თვითონ ამ რეჯო ემილიას შესახებ მინდა გითხრათ ესე ქვია დღეს რეჯო ნელ ემილია და ლათინურად ამ ქალაქის სახელი არის რეჯიუმ ლეპიდი ეს არის კოლონია, რომელიც 187 წელი არის ძველი წელთაღრიცხვით ქრისტეს შობამდე და აი ამ ქალაქში არის ეგრეთ წოდებული ემილიის გზა, ემილიუსის, ანუ ლათინურად არის მარკუს ემილიუს ლეპიდუს, ესეთი ადამიანი კონსული იყო ეს მარკუს ემილიუს ლეპიდუს ამ კონსულმა დაარსა საერთოდ ეს ქალაქიც და ეს ემილიას გზა რომელიც ემილიადან ამ ქალაქიდან პერმისკენ მიდის აი ამ გზაზე არის მოკლედ ეს ქალაქი ჯერ თვითონ ეს უნდა გაჩვენოთ აი ეს რეჯო ნელ ემილია სად არის იტალიაში აი ამ ადგილზეა შემდეგ რაც უნდა გაჩვენოთ ეს არის წმინდა პროსპერის მოედანი და კათედრალი რომელიც არის ამ ქალაქში წმინდა პროსპერის სახელობის და კიდევ ეს რომ თქვით ეს მარკუს ემილიუს ლეპიდუს აი ამ ტაძარში
ქალაქის უпростоრად ქალაქის მერიის შენობა არის ძველი და იქ დგას ეს ამისი ქანდაკება, ეს არის თვითონ ამ ქალაქის შესახებ, ახლა რაც შეეხება წმინდა პროსპერს, სიტყვა პროსპერი ნიშნავს ჯამრთელს, ვინც აღორძინდება იმას და ბედნიერს და ესე იგი ეს მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში იყო რეჯო ემილიას, ერთ-ერთი პირველი ეპისკოპოსი იყო ამ ქალაქის და ჰუნებმა დაანგრიეს, მოკლედ ჰუნების შემოსევის შემდეგ, ამ დაანგრეული ქალაქის და ეპარქიის აღდგენას მიუძღვნა ძირითადად თავისი მოღვაწეობა, ეპარქიის რეორგანიზაცია გააკეთა და როგორც მოგეხსენებათ, ესეთი რაღაც უცნაურობა წერია ესე იგი მის ცხოვრებაში. მაშინო იმ პერიოდში ეს მორწმუნეებს უფრო მეტად აინტერესებდათ მოთხრობაო მისი კეთილი საქმეების შესახებ, ვიდრე მისი ქრონოლოგიური თხრობა. ქრონოლოგიური, აი რა, როდის აიბადა, როდის რაღაც, აი ესეთი რამე წერია, მაგრამ გონი ეს არის სისულელე. გონი ესე არ არის და უფრო ესეა, ეხა კიდე აი სხვა რამე რაც წერია, ის კი უფრო გავს სიმართლეს. სიმართლეს გავს ის, რომ როდესაც, ესე იგი, მისი როგორ ჩანს ცხოვრება დაიწერა მოგვიანებით, ხო? დაიწერა მოგვიანებით, როდესაც დაიწერა ყველასათვის კარგად იყო ცნობილი ესეთი რამე ესეც წერია იქა, რომ ყველასათვის კარგად იყო ცნობილი მისი ქრონოლოგიური ცხოვრება. ყველამ კარგად იცოდა და ამიტომ აი ამ ქადაგებებში განსაკუთრებით მე-10 საუკუნის ქადაგებებში არ არის ამაზე გამახვილებული ყურადღება. გამახვილებული არის ყურადღება უფრო აი იმ სასწაულებზე და იმ დახმარებებზე, რაც მან აღმოუჩინა ქალაქ რეგიონელ ემილიას. და ეს უფრო და მეტ მნიშვნელობას იძენდა ამის გამო. მეტი არაფერი ვიცით, ერთადერთი ის რომ დაასაფლავეს, როდესაც გარდაიცვალა წმინდა აპოლინარიუს რავენელის, ჩვენ გვისაუბრე ამ წმინდანზე, სახელობის ტაძარი ააშენა თვითონ ამ რეჯიო ემილიაში და ამ ტაძარში დაასვენეს და მე ამ ტაძარს მისი სახელი ეწოდა. და მე-8 საუკუნეში მოხდა, მე-8 საუკუნეში ეწოდა სახელი უფრო სწორედ და შემდეგ წყალდიდობა იყო რაღაცა დიდი წყალი მოვარდა და 962 წელს მისი წმინდა ნაწილები აი ქალაქის ცენტრში გადაასვენეს, სადაც იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც მერე მოგვიანებით ასევე გახდა მისი სახელობის სან პროსპერო ესე ერქვა და ეს არის 997 წელი, როდესაც მისი სხეული გადააბრძანეს ცენტრალურ საკურთხეველში, ესე იგი ამ საფლავსაც გაჩვენებთ. წმინდა პროსპერი არის აი ამ ქალაქის მფარველი რეჯო ემილიასი და მე-11 და მე-14 საუკუნეებში ძალიან გავრცელდა ალბათ აი ამ წმინდა ნაწილების დაბრძანების შემდეგ ძალიან გავრცელდა მისი თაყვანისცემა მაგალითად პარმაში, ბოლონიაში, ლუკე და სხვა ამ რეგიონსაც რეჯო ემილია ქვია და ამ რეგიონის სხვა ქალაქებში დაახლოებით ესე რიცხვიც არის, ნათქვამი 31 ეკლესია და ეკვტერი არის აშენებული და ასევე თვითონ პარმის რაიონში 9 ეკლესია არის გავრცელებული და მიუხედავად ამისი თაყვანისცემა გავრცელდა არა იმიტომ, რომ ესე წერია, მოკლედ ძალიან მცირე ესე იგი ცნობები გვაქვს მის შესახებ, არა იმიტომ, რომ რეჯო ემილია რაიმე განსაკუთრებული ქალაქი იყო, არა, არ იყო მნიშვნელოვანი ქალაქი, მაგრამ თვითონ აი წმინდა პროსპერის თაყვანისცემა ესეთნაირად გავრცელდა. დღეს ძირითადად უფრო ამ რეგიონში კი, მაგრამ უფრო თვითონ ქალაქ რეჯო ემილიაში არის ესე იგი
აღესრულება და ძირითადად გამოსახულება არა გვაქვს თითქმის მით უმეტეს ავთენტური ცოტა არის მარტო ჯოვანი სონჩინი ესეთი მხატვარი იყო მე-16 საუკუნის და მას აყავს გამოსახული გაჩვენებთ ეხლა და როგორც წესი წიგნით ხელში გამოსახავენ და კიდევ ეკლესიით ხელში რომელიც მან ააშენა ამ თავის დროზე წმინდა აპოლინარიუსის და მე თავის სახელი რო ეწოდა და აი რა უნდა გაჩვენოთ ესე იგი აი ეს არის ამ სონჩინის ნახატი და აი ეს არის ტაძარი უჭირავს ხელში ამჯერად აი ეს არის პროსპერი წმინდა პროსპერი გადიდებულს გაჩვენებთ ახლა აი ეს არის წმინდა პროსპერი ამ შემთხვევაში ტაძარი უჭირავს ხელში და აი ეს არის მისი საფლავი ტაძარში ესე გამოიყურება ესე და კიდევ რაც შემიძლია გაჩვენოთ ეს არის აი ეს ტაძარი აი ეს არის წმინდა პროსპერის მოედანი ეს არის წმინდა პროსპერის მოედანი და ეს არის ცენტრალური საკათედრო ტაძარი კათედრალი და აი აქ არის წმინდა პროსპერის წმინდა ნაწილები აი აქ ინახება აი ეს არის ყველა სურათს არის ნუ ერთ-ერთი აი ეს ცოტა უცნაური სანაწილეა ეს მინდა გაჩვენოთ აი ესეთი ნახეთ შეკრულია რაღაცნაირ ყუთივით არის პატარა და აი ესე იხსნება და აი ამაში არის შიგნით წმინდა პროსპერის წმინდა ნაწილი აი ეს ხის მამაზია სადაც და ახლა გადავდივარ სხვა წმინდაზე ეს არის წმინდა დომიციანი თითქოსით წმინდა დომიციანე როგორც მოგახსენეთ წმინდა დომიციანის ხსენება არის 1 ივლისს ეს დაახლოებით იგივე პერიოდია 440 წელს აღესრულა ნუ ცოტა ადრე ცხოვრობდა იმიტომ რომ ასაკოვანი იყო ძალიან ამის შესახებ უფრო მეტად ვიცით წმინდათა ცხოვრება ლათინურად Acta Sanctorum Vita Domitiani ესე არის ესე ქვია დომიციანის ცხოვრება და აი ხა რა ვიცი წმინდა დომიციანის შესახებ რომში დაიბადა 357 წელს მე-4 საუკუნეში და იგი დაიბადა იმპერატორი კონსტანტინე მეორის ანუ კონსტანცი ესე უწოდებენ ხშირად კონსტანტინე დიდის შვილი იმპერატორი რომელიც იყო არიანელი და ესე იგი ხარ ამან როგორი მოქმედა დომიციანის ცხოვრებაზე ნახეთ 12 წლის იყო როდესაც მშობლებმა სკოლაში ქრისტიანულ სასწავლებელში გააგზავნეს იმიტომ რომ უკვე რომის ქრისტიანული პერიოდი ესა 5-6 წელი ისწავლა აქა შემდეგ დაბრუნდა სახში და აი არიანული ესე რომ ვთქვა დევნა იყო ამ დროს ქრისტიანების და მამა მოუკლეს ფილიპე ერქვა მამას და დედა მარციანილა დედა გადაყვა ჯავრს ესე რომ ვთქვა მამაზე ძალიან უყვარდა ეტყობა და აი მამაზე ინერვიულა და გადაყვა და დატოვა ეს ესე იგი უბლად და უკვე ეს იყო ალბათ სადღაც ნუ 15-16 წლის თუ 20-ის აი რაღაც ესე როდესაც ეს მოხდა და ნახეთ აქ ესეც საინტერესო ამბავია ძალიან მდიდრები იყვნენ ესენი მდიდრები იყვნენ და თავისი
ზიზი მიერქვა მის მსახურს, რომელიც იყო მის მასწავლებელი და აღზრდელი. აქ არ წერია, მაგრამ ალბათ ყველაფრის ალბათ მასწავლებელი, მათ შორის ფილოსოფიის და ესეთი შეკითხვა დაუსვა ზიზიმს, დაამთავრდა, გამოიგო ეს მშობლები, ესეთი შეკითხვა დაუსვა, რომ ადამიანი, რომელიც შეუძლია რომ იყოს თავისუფალი. ადამიანი, რომელსაც აქვს აი ამ თავისუფლების შესაძლებლობა. ჩაიგდოს საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში, რომელიც 1000 საზრუნავი და შფოთი. როდესაც 1000 საზრუნავი და შფოთი მას ამ თავისუფლებას აკარგინებს. აი ესეთ მდგომარეობაში სწორია თუ არა, შეიძლება უნდა ჩაიგდოს თუ არა თავი ადამიანმა უცებ შეუძლია იყოს თავისუფალი. და ამან ესეთი პასუხი გაცამს ისინი, რომ თავისუფლება მონობას სჯობია იმისთვის თავისუფლება მონობა თავისუფლებას უკეთესია იმისთვის, ვინც დაკავებულია საერო საქმეებით. ესეთი ფილოსოფიურად გასცა პასუხი. მოკლედ ვისაც უნდა რომ იყოს დაკავებული ამასოფლის საქმეებით, მისთვის მონობა უფრო მნიშვნელოვანია თავისუფლებას. აი ეს უპასუხა. და ეს ზუსტად ის პასუხი იყო, რაც დომიციანეს უნდა რომ გაიგო და გაყიდა ყველაფერი, თავისი ქონება, გაყიდა თავისი მსახურები, მონები, ის პერიოდი იყო, ეს არსებობდა მაშინ და დაურიგა ეს გლახაკებს და რელიგიური ცხოვრებით დაიწყო, რაღაცა დაიტოვა ალბათ ესე იგი სახლი ან რაღაცა, მოკლედ იქ რომში გააგრძელა ცხოვრება და ღრმად რელიგიური ცხოვრებით დაიწყო მოკლედ ეს. მაგრამ დადგა მალე დრო, როდესაც იულიანე გადგომილი გახდა იმპერატორი კონსტანციის შემდეგ და აქ კი უკვე ძალიან სერიოზული დევნა დაიწყო მართლმადიდებელი ქრისტიანების, იმიტომ რომ ეს არიანელიც არ იყო, ეს იულიანე თავიდან თავს იკატუნებდა, ბევრი გვისაუბრია ჩვენ მასზე, არამედ მას უნდოდა რომ ეს რომაული პანთეონი, უბრალოდ ის ძველი ბერძნული აღედგინა და კერთაყვანისმცემლობას მოკლედ ის ავრცელებდა და რას ეკეთებდა იცით? ბერებს აქ არ წერია ეს უკვე იყო თუ არა აღკვეცილი, მაგრამ ბერები მიყავდა ჯარში. ჯარში მიყავდა და აიძულებდა რომ ეომოთ. ამის შესახებაც გვისაუბრია, ამიტომ ესე იგი მან დატოვა რომი და განმარტოვდა ცალკე და შემდეგ უკვე მოგვიანებით უკვე ასაკში იყო 426 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, მაშინდელ საფრანგეთში, ეს არის გალია, მარსელში ჩავიდა და სალვიენი შეხვდა ფილოსოფოსი და რიტორი უკაცრავად ფილოსოფოსი სალვიენი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო ლერინის კუნძულებიდან, ჩვენ ამ ლერინის შესახებაც გვისაუბრია, ლერინის მონასტერზე და მაშინ იყო ახალი დაარსებული იყო ეს მონასტერი, ჰონორატი იყო იღუმენი მაშინ, რომელიც იყო ნათესავი ქალაქ არლის მთავარეპისკოპოსი ილარიუსის და როდესაც გაიცნო შემდეგ არლში ჩავიდა და როდესაც გაიცნო ილარიუსი, მან თავისთან მიიწვია რომ დარჩენილიყო მასთან ეპარქიაში და სწორედ მან გააგზავნა თავის ნათესავ ჰონორატთან, გააგზავნა ეს დომიციანე, რომ ცოტა ხანი მას ეცხოვრა მონასტერში და 430 წელს დაასხა ხელი, აკურთხა დიამღლად დელმონაზონი, უბრალოდ ქართულად ესე ითქმება, დელმონაზონად აკურთხა და აქ გაიცნო მან ლერინის მონასტერში გაიცნო
რომელიც აი მაშინ იმ პერიოდში ჯერ კიდევ ლერინის მოღვაწეობდა, ეს არის ევქერიუსი უბრალოდ ევქერიუსი 380-459 წლები არის მისი ცხოვრების წლები და ეს ევქერიუსი, რომელიც მერე მოგვიანებით გახდა ლიონის უბრალოდ ლუგდუნის ეპისკოპოსი, ლუგდუნის ეპისკოპოსი ევქერიუსი ჩვენ გვიხსენებია ძირითადად ბევრი სხვა რამითაც, მაგრამ გვისაუბრია მასზე და მთავარი არის, რომ მას აქვს აღწერილი აქვს აგაუნელ მოწამეთა ცხოვრება წმინდა მავრიციუსის შესახებ. ძალიან ბევრი გვისაუბრია წმინდა მავრიციუსზე და აი ევქერიუსის ეს თხზულებაც წაკითხული გვაქვს ჩვენ და მოკლედ მოგვიანებით ეს ცოტა გვიან გადავიდა საცხოვრებლად, ჩამოვიდა უბრალოდ ამ ევქერიუსმა მიიწვია ლიონში, ანუ ესე იგი ლუგდუნში მაშინელში და მდინარე ენი ესე ქვია, ამ ენის მდინარესთან დასახლდა ლიონიდან 32 კილომეტრის მანძილზე და აქსანსი, ანუ ბურგ-სენ-კრისტოფი დღეს ესე ქვია, აქ დასახლდა, ეს არის რონა ალპების რეგიონი, აქ დასახლდა და აქ დაიწყო ცხოვრება. სადაც მან ორი ეგვტერი ააშენა წმინდა ქრისტეფორე რა. სხვადასხვანაირად გამოითქმება ქრისტეფორესი და ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ხელი მიიღო მებაღეობას და ვენახის გაშენებას და მის გარშემო მასთან ცხოვრების მსურველების რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა. ეს როგორც ამბობენ მასზე, ეს არის პირველი განდეგილი, რომელიც ამ მხარეში დასახლდა და თავიდან უკვე იყო ეს მონასტერი, ესენი ამასთან რო ცხოვრობდნენ, მაგრამ თავიდან იყო მონასტერი ეგრეთ წოდებული იდიორიტმული, ანუ ეს ბერები, განდეგილები ცხოვრობდნენ ისევე როგორც ეს თვითონ მარტო. ანუ მას კი ეკითხებოდნენ რჩევებს და მათი მოძღვარი ეს იყო, მაგრამ ძირითადად ესენი მარტო ცხოვრობდნენ, მოგვიანებით სწორედ დააარსა მან საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტერი, ზოგად ცხონებულ, ანუ ერთად მაცხოვრებელთა მონასტერი, კინოვია. აი ხა ამას მოგიყვებით როგორ მოხდა ესა. დატოვა თავისი მოწაფე და მოდესტუსი ყავდა კიდევ ერთი მოწაფე, მასთან ერთად წავიდა რომ მოეძებნა საცხოვრებელი, აი ამ საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტრისათვის და თან ესე იგი ეს ქადაგებდა, ბევრს ქადაგებდა ძალიან და აღმოაჩინა იქ ბებრონი არის ადგილი, ბრევონ დღეს ესე ქვია, ბრევონ, იქ აღმოაჩინა წყალი, არ ვიცი ცხელია თუ არა არ ეწერა, გეიზერი ეს აღარ ვიცი, დღეს არსებობს მოკლედ ეს ყველაფერი და იქ დასახლდა და 2 წელი დასჭირდა თავის მოწაფეებთან ერთად, რომ ესე იგი იქ კიდევ ერთხელ აღეშენებინა ჯერ ტაძრები, ღვთისმშობლის და ქრისტეფორესი და შემდეგ რომელიც 432 წელს უკვე ევქერიუსმა აკურთხა, ეს ტაძრები აკურთხა. ძალიან გაურბოდა ესე იგი ყოველგვარ პატივს და ამ ქვეყნიურ პატივს და დიდებას, როგორც მოგახსენეთ, ფაქტობრივად პირველი განდეგილი ბერი იყო, რომელიც იმ მხარეში დასახლდა და მთელი დღე გასული იყო მონასტრიდან და მხოლოდ ღამე ბრუნდებოდა, სიმარტოვეში ატარებდა, მოგვიანებით ააშენა კიდევ ესე იგი თავშესაფარი გაჭირვებულებისათვის და ობოლთათვის მდინარე ალბარინის ნაპირზე, დღეს ამ ადგილს ქვია სენ რამბერ ან ბიურჟე
ესე ქვია და კიდევ სასწაულებს ახდენდა მაგალითად როდესაც ბერებმა მონასტრის შენობა დაიწყეს მასთან ერთად აი ამ ადგილას ბებრონზე ბებრონის ველი იყო თუ რაღაც ესეთი მოსწორებული ადგილი რა თქმა უნდა არაფერი საჭმელი არ იყო და ეს აკურთხებდა და აჭმევდა აი ამ ბერებს საჭმელს უკურთხებდა და აჭმევდა და მე ასეთი რამ არის კიდე მე ცხოვრებაში აღწერილი რომ ნუ ეს კი დასახლდნენ იქ მაგრამ მაინც მონასტერს მიწები ჭირდება და ისე მოხდა რომ გაიცნო ლატინი სახელი ლათინი ერქვა ლანია ქვია იმ ხარეს იმის თავადი და მისი მეუღლე სიაგრა რომლებიც იყვნენ არიანელები და მოკლედ ისაუბრეს ამათმა და იმდენად დამაჯერებელი იყო ამ დომიციანეს საუბრები რომ მოექცა ეს ცოლ-ქმარი მოექცა და ნუ ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ ამ დომიციანესგან და აღარ იცოდნენ რითი გამოეხატა თავის მადლობა და აი სადაც ამათი მონასტერი იყო დიდი ტერიტორია გადასცა საკუთრებაში მიწა გადასცა და ამითი ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ მონასტერი შეინახა და ასეთნაირად იარსება მოკლედ შემდეგ ამ მონასტერმა. ნუ, როდესაც იგრძნო თავისი გარდაცვალების მოახლოვება, თავისი მოწაფე იოანე დატოვა და თვითონ კი უკვე ჩაიკეტა და აღარ გამოდიოდა თავისი სენაკიდან და ბოლოს როდესაც იგრძნო უკვე უშუალოდ სუბუქი ციებ-ცხელება დაემართა და მოიწვია ძმები მონასტრის 25 ბერი იყო უკვე მონასტერში და ეს იღუმენი იოანე და აი ესეთი სიტყვები უთხრა. შეინარჩუნეთ მშვიდობა, თქვენი სულები შეინარჩუნეთ სულების სიწმინდე, იმიტომ რომ სიწმინდის და სისუფთავის გარეშე სიწმინდის შინაგანი სიწმინდის ვერავინ ვერ ექმნება ღმერთსათნო, მივახლოვდით, დავახლოვდით უფალს და უფალი დაგიახლოვდებათ თქვენ და ვინც თქვენი წინამძღვარი იქნება პატივი მიაგეთ მას და პატივით ისმინეთ მისგან სიტყვა რომელსაც ის თქვენ გეტყვით რამე თუ მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი წინამძღვარი ამ შემთხვევაში იოანე მის მიერ დანიშნული სწორი გზით წაგიყვანთ და ჩემი და იცოდეთ რომ მე ჩემი გარდაცვალების დღე უფალმა წინასწარ გამომიცხადა და ეს მოხდება 1 ივლისს და შემდეგ ეზიარა რაღაც დროის შემდეგ ხელები აღაპურო და ბოლოს სიტყვები მისი იყო ხელთა შენთა შევედრებ უფალო სულსა ჩემსა და ასეთნაირად აღესრულა და მისი გარდაცვალების დროს მისი სენაკი აღივსო საოცარი კეთილსურნელებით ისეთი კეთილსურნელები რომელიც არავის არ კი აკმევდნენ იქა და მსახურობდნენ რაღაც მაგრამ ასეთი კეთილსურნელება არავის არასოდეს უგზნია იქა და ვინც შეისუნთქა ავადმყოფები ვინც იყვნენ განიკურნენ და ასევე სულიერი სნეულებისგან ვინც იყო და ესე იგი სასოწარკვეთილებაში ისინიც და ასევე რაღაცა დაავადება დასახელებული ფურუნკული ეს არის რაღაც შხამიანი წყლულები ეთყობა ქონდათ და ამისგანაც როდესაც შეისუნთქეს ეს სურნელება ისინიც განიკურნენ. ნუ წმინდა გენეზიუსი მოწამეს საკურთხეველი იყო ტაძარში ერთ-ერთი იქ დაასაფლავეს და რომელიც შემდეგ დიდხანს სასწაულთ ქმედებდა 1078 წელს წმინდა რამბერის ტაძარში სენ რამბერის მონასტერში გადააბრძანეს და დღემდე იქ არის თუმცა ვერ მომნახეს სად არის ზუსტად ეს სენ რამბერის მონასტერი და ნუ კი არის მითითებული ფორეზე ქალაქი მაგრამ ეს ქალაქიც ვერ აღმოაჩინე. აი ასე გამოიყურება მისი აი ასეთი გვიანდელია შედარება, მაგრამ უფრო აი ესეთი არის მოკლედ მისი ქანდაკება. მეტი არაფერი გამოსახულება როგორ გავადიდებ ხა და ესე გაჩვენე. აი ესეთი
ესეთი არის წმინდა დომიციანე და ის წმინდა ნაწილს ვერ გაჩვენეთ, მაგრამ აი აქ არ ვიცი ხა როგორ გამოვაჩინდა ეს. თუ გამოვა, ნახავობა მოვატრიალებ. ეგ არის ღვთისმშობლის ხატის გვერდით ესეთი ჩარჩო არის, აი ჩარჩო. აი ეს არის ჩარჩო. აი ხალხ ჩარჩოსთან თვითს მივიტან, აი ეს არის მისი გამოსახულება თუ ჩანს, აი გავანათებ ეს. აი ამ ჩარჩოში არის მისი წმინდა ნაწილი და ამის ჩამოხსნა რთულია, საკმაოდ ახლა ჯერ არ კარგად დაფიქსირებული და მოკლედ ესე მე კი ამითი ფაქტიურად გემშვიდობებით დღეს არის შაბათი 11 ივლისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 28 ივნისი და მიუხედავად იმისა რომ დღევანდელ წმინდანებზე გვისაუბრია მე მოგიყევით 25 ივნისის წმინდანზე წმინდა პროსპერზე რეჯიო ემილიის ეპისკოპოსზე და გესაუბრეთ აი წმინდა დომიციანეზე რომელიც ხსენებაც არის 1 ივლისის საეკლესიო კალენდრით 1 ივნისს ეს არის იღუმენი დომიციანე და მის გოცროთ როგორ შემიშალოს ის მონასტერს ქვია სახელად აი გავათითოთ ბებრონის მონასტერი ბებრონის მე კი ამით დღეს დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი